ჩაგივლია სირაჩანისელი დაყურები ხარ ამ ქუჩებს კარგად გაგაოცებდა რომელი სისხლი დაჭიანურზე და გული ჩარგა სიძველისადმი გზნობა ატივი თუ შენში მაინც ოდნავ ელვარებს მიხვდები ასე ანდამატივი რატომ დარაჯო თბილისის კარებს მიხვდები რატომ არ დაევიდა ჩემი ლექსები პოეტთა კიბოს და რატომ ცდილობ ამიერიდან ასე თამამა წარსულის კიბოს აი ცეი ჯერ არ ნახული სადაა შიდა სინამაზე არ ჩანს ურემი მოჩარდა აფული გამის თეორები ბონისის დაზე კრივი ავქარი ცეკვა ართული ეს ათასდები ძველთაგან ძველი გადაიწყა სიტყვა ქართულმა და დარჩასევდა წაუღა ძველი აი პარკალზე წევარ ჩემი ოცნება ფრენას ვერ ითმეს აი აფეთი და აი სინაღმა აი ლექსისთვის ვერ ითმეს დუდუკის ნაცვლად ქართლის საყვი დუმბო და ზელი დაახშოკინა ბულბულს ხაფას ზნობას აღვი აღარც დუდუკი აღარც კეჟი ძველო თბილისო დღეს ისე მკვეთრა ვეღარ შეგარ არა მაქვს უნარი მაგრამ ვამაყობ რომ ჩემთან ერთად დარჩები მუდამ გაუხუნდა ძველო თბილისო ჩემი მიზნები აღარ მაქვს გულში რომ გინახავ გადაწყ უნდა შევცვალო გზები ძველო თბილისო დოვი ნახავთ თბილისი იყო ურთიერთო სინანული თამოებო ჩვენი მშობლები ბებია ბაბულა და მაინც რა იყო ასეთი განსაკუთრებული გზურთმეში რომ დღესაც მასზე მოქონებებით დიდად ყოველდღიურ ყოფას ასაკი ჩვენზე უკუცე მოდით ავწეროთ ის სოციოკულტურული გარემო რომელშიც გაჩნდა ეს პრობლემა ამბობენ გაბონის ნანახი კოპიაო ჩვენ მოვინახულეთ ძველი თბილისის ისტორიული უბნები ვნახეთ თბილისური ეზოები სადარბაზოები არქიტექტურა და მხატვრობა გვირაბები და მოედნები ნათქვამი ამბავი ნახევრად თქმელის გახლავთ ნახევრად კი გამგონისა დღეს ჩვენ მეათე ბ-კლასის მოსწავლეები შევეცდებით გავაცოცხლოთ ძველი თბილისის ისტორიული სურათები თბილისი მულტიკულტურული ქალაქი ადგილი სადაც მრავალი ეთნოსის წარმომადგენელი ცხოვრობდა ცხადია ის მრავალფეროვანი ყოფითი კულტურით იყო სავსე და მრავალ დღესასწაულს ეიმობდა დროში მოგზაურობა რომ შეგვეძლოს და გასული საუკუნეების თბილის შეგვავებინა თვალები მეკისეების, მეწამეების, მეთურქჩეების, მესაათების და სხვა უკვე გამხდარი პროფესიის წარმომადგენლების გვერდით მე ზოებს საცალოსებლად შემოშორდი. მე ზოებს სცენებისას პირველად ალბათ გახსენებათ ფიროსმანის ცნობილი ნახატი ან ამავე ნამუშევრის მიხედვით შექმნილი ძეგლი, რომელსაც ბრატაშვილის ქუჩაზე მე საჩერდები. ამ პროფესიის წარმომადგენელთა ისტორია გაცილებით იცნობა. მართალია, დროის გასვლასთან ერთად თბილისმა იერსახეც იცვალა, მაგრამ თბილისელი მეზოები არც არ დამხმარა. ისინი თითოეულ დილას ჩვენ გვერდით, თუმცა ჩვენზე ადრე იწყებენ. მე-13 საუკუნის 80-იან წლებში მეფისთვისი მდალები თბილისში გაჩნდა მეზოვის ინსტიტუტი. მაშინდელმა თბილისის თავმა თბილისში სწორხეთნა და მოსახლეობა 1000 ადამიანი, როგორც უმეტესობაზე მეზოთა ინსტიტუტის წევრი გახდა. 1902 წლის გაზეთ „ვიერაში“ თავმჯდომარის მიერ მეზოებში სავალდებულო წესები იყო გაცემული. როგორც მეზოთა ვალდებულობაში ვიტყოდ, გარდა ქალაქის დასუფთავებისა, მათ ისინებისთვის ფაქტურის ბევრად ევალებოდა. მეზოთა ინსტიტუტის არსებობის პერიოდში თავად მეზოებმაც არაერთხელ მოითხოვეს პოლიციური ვალდებულებისაგან გათავისუფლება. 1914 წლიდან მეზოებმა მოითხოვეს ის თავისუფლება, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ასე დაჟინებული ითხოვდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ საუკუნეში მეზოებად გარდა ქართველებისა სხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანებიც მუშაობდნენ, მათ შორის იეზიდები. იეზიდებმა კავკასიაში ჩამოსახლება მე-13 საუკუნიდან დაიწყეს, რაც მე-20 საუკუნის დასაწყისამდე გაგრძელდა. მათი ბოლო ნაკადი საქართველოში 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს დასახლდა. გამომდინარე იქიდან, რომ იეზიდების ნაწილმა ქართული ენა
გააცინგრებდა თბილისში. განათლების მიღება იყო ყველასათვის ხელმისაწვდომი. თბილისში მცხოვრები იეზიდები მეეზოლებმა დასაქმდნენ. სწორედ ამ ფაქტით იყო გამოწვეული, რომ მეეზოებს იეზიდებთან აიგივებდნენ. Thank you.
თბილისი ოლქს წარმოადგენდა ამიერკავკასიის პოლიტიკური და ასევე ეკონომიკური ცენტრის ფუნქციას. სავაჭრო ცენტრის სტატუსის მოედანი და შუა ბაზარი წარმოადგენდა. ეს უკანასკნელი კოჯრის ქარხანა იწვევდა და დღევანდელი კოტიაფხაზის ქუჩას მიუყვებოდა მეტრამდე. ვიწრო ქუჩის ორივე მხარეს განლაგებული იყო სავაჭროები და სახელოსნოები. საიდანაც მოდიოდი თბილისის სავაჭრო, რა საქმეებსაც შეიძინა, ყველა სავაჭრო უბანს თავისი სახელი ეყო. თბილისის ერთ-ერთი სავაჭრო მთავარი უბანი, გრასტა ბაზარი. მდებარეობდა დღევანდელ რეკლამ მეუღლეს და სიონის ქუჩაზე. მათი ათეულს იყო გადახურული მოედანი, პატარა ჩორს, სადაც მავსოლითა და ფურის მოაჭრელის ალაფანს უწოდებდა. ხოლო მალვითა და მათი მოაჭრელის კი ბაზარხანას ეწოდა. მზის მოედანზე, რიყის სამხრეთ ნაწილში, ყიდნენ თბილისის ღვინოს, თბილისის შემოსული აკადემიის, სიონისა და საგებელისა. აქვე იყო პირუტყვის საზომი. მეკვაბეების რიგი ახლანდელი შარდების ქუჩაზე იყო. მოგვიანებით აქ მალვითა და ფარჩით მოაჭრეები გავარდა. მეკვაბეთა რუკნები კი რიყეზე გადავიდა. ოქრომჭედელთა სახელოსნოების ერთ ქუჩაზე იყო შანსფიური, რომელიც რიყის საიტანიც ებოდა და დღევანდელი ვერცხლის ქუჩას მიუყვება.
სამოსი ერთგვაროვანი არასოდეს მოხდა და მათ რაუბნებდნენ ქალის ექციური იმენა აქცევოდა როგორც ქალის ისე მომეკაცი სამოსი საკასიათო შეკრება მე-19 საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო ქალების ტრადიციული სამოსის ტრანსფორმაცია რაც საქართველოს ოპტიკულტურის ევროპეიზაციის პროგრამაა როგორც ეთნოგრაფი პროფესორი რონა თომჩიშვილი აღნიშნავს თბილისის ტრადიციული სამოსის ევროპული ელემენტები უფრო ადრე მე-19 საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო და ჩანს შახალოს ერმა შეცვალა ქართლი მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ევროპული სამოსი უკვე საყოველთაო გახდა თუმცა ევროპულ სამოსად მოიხმარდნენ იმ პერიოდში თბილისში ევროპული საქონლის გამოცდილება საკმაოდ იყო გაზეთებში ყოველდღიურად ექვემდებოდა განცხადებები რომლებიც ანსამბლის მაღაზიებს ეყალა შეწყვეტა მაღაზიებს რომელები პარიზიდან ჩამოჰქონდა პარალელურად მუშაობდა ბევრი კერამიკოსი თბილისში მე-19 საუკუნის პირველ დეკორებში უმრავლესობას გამოყოფილი ფერის აქვს Because show space trials we can see stress or შავი ფილოსოფია. ის მოდაური ეჭვული გრაფიკული დატაც ვაზოლაში მეცაშაურე ფილოსოფია. პერანოს ფონდს საკუთარი შოუ პარტნიორი მაგარი. თავი შესანიშნავი მომხდარა და სასწავლში გამოყენება სამთერ განვითარებას სოფიო შავი კომპოზიცია. წლებში ისწავლიდა თბილისის საქართველოს სხვა ქალაქებს. ამ მოგზაურობაზე იმედია წიგნი კავკასია. როდესაც თბილისში მივიდიოდი, ვაღიარებ წარმოგიდგენთ მაშინვე ქვეყანაში მივიდიოდი. ისეთში როგორიც არის მხარი ბახო. მხოლოდ უფრო დიდი მასშტაბისა. მე შევხვდი ფრანგული კოლონიის შავით, რომელსაც უხარესო პარიზელი, კეროვები და მოდელები წარმოადგენენ. ქართველი ქალები კაირი თეატრისა და ბულვარების მოდას მხოლოდ ორივე კვირით ჩამორჩებოდნენ. ამჟამად თბილისში 60,000-დან 75,000-მდე ადამიანი ცხოვრობს. მისი მუშების სიგანე 60 ფუტია. აქ არის შესანიშნავი შენობები, მოედნები, ქარვასლები, ბაზრები და ბოლოს თეატრი და ეკლესიები. ქარვასლს შესანიშნავი დანახავია. თითოეული მათგანი გამოჩეულია. აქვს თავისი კოსტუმი, თავისი იარაღი, თავისი ხასიათი, თავისი გამომეწონება და განსაკუთრებული ხუთი, რომელიც მოდის ცვლილების ყველაზე ნაკლებად ემოციაა. Let's
თბილისის ჰავას, ნიკოფილოსმას და საიათავს. მე ლოთიან მომღერალს გავარ ქართული ქალიშნოსა და ჯავას და საქართველოს ლურჯიცის თავს რომ უმღერო და დაუღალა. მე ვეტრფი ძლიერ თბილისელ ჰავას, დიდი ადრე რომ ააფრებს ლავაშს, ორბელიანი ძლიერ გუხავას, ნიკოფილოსმას და საათნავს. მე ვეტრფი იმ თეთრ ჩოხიან მაღას, კრიმან ჭურის დროს თას რომ ახიდავს და კახურა ამბობს შლექსა და მაგას, შემოდგომაზე ქვევს რომ გახეთავს. მე ვეტრფი მეტად რუსველის სახელს, ვით საქართველოს სიმდის და ნამს, ყველა ღვინის იწვევს და ყველა კახეს, ამჩე პატარა ძველთა ძველ ნამუს, ქართულ ჩოხურს და ქართულ სალამს, თბილისის ცას და თბილისის ჰავას, ნიკოფილოსმას და საათნავს. მე შენ მიყვარხარ და საქართველო უძღველ ლაპა რამ გამახსოვს მიწა ტეიტაგან გავუქმდა ხო შენი ტალტა გადამაფარა მე შენ მიყვარხარ და საქართველო უძღველ ლაპა რამ გამახსოვს თბილისში სასმის 100 წლით მოვაჭრე, მეთუთუჩები ეძებოდა. თურქი ხარის თავისგან დამზადებული რუბია. მეთუთუჩები წყალს რუბებითა და კოკებით ეძგებოდნენ. იყო შემთხვევა, როდესაც წყალს ხემზე ან ბიძზე აკიდებული რუბები დაატანებდნენ. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში მოიწყო რამდენიმე გარეშადრევანი, საიდანაც თბილისის მოსახლეობა სასმელს წყალს იღებდა. სადრიგრძელო იყოს ვისი, ვის შიშმა ვერ დახარა, ავდგეთ ფეხზე ჩვენ თბილისი, ვადრიგრძელოთ ჭაღარა, აქ სიცოცხლე დახალისი, ვის სხვა არ ესვენება, სადრიგრძელო იყოს ვისი, დადიდებით ხსენება. ნიკალა, სადრიგრძელო მითხარი თბილისი. დავუვიდოთ ძმებო, ან ნათელ ქალაქზე, თბილისზე დავუვიდოთ. სადაც მყარი ზღვილთავს, როგორც ჩემი ფუნჯის ხაზი. სადაც ქვევრი და თამადა ისია, როგორც ხატი და ლოცვა. თბილისი, ჩემი ფერწერის გულისცემა. აქ ვიპოვე ფერი და სინათლე. თბილისზე დავუვიდოთ, სადაც ხატვის ოცნებასაც აფასებდა.
იტალიური ეზო თბილისის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, თუმცა როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს არა იტალიური ეზო, არამედ თბილისური ეზო იყო. თბილისის როდონებში შენობათა უმრავლესობა ევროპის სტილისაა, მაგრამ ევროპაში არსებული შენობებისგან განსხვავებული, ვინაიდან თბილისში ევროპული ფასადი ქუჩის ხაზს გამოდის, ხოლო შიდა ეზო დაგეგმარება თბილისურია. ეს არის იმ სტილის განსხვავება, რომელიც დამკვირდა როგორც თბილისური ეზოს და არა იტალიური ეზოს სტილის სახელით. ეზო მრავალეთნიკური იყო. ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ სომხები, ასიელები, ბერძნები, ბუდები, რუსები, თათრები და ებრაელები. ეზო სოციალური თვალსაზრისით მრავალფეროვანი გახდა. ერთმანეთის გვერდით ცხოვრობდნენ სხვადასხვა სოციალური ფენის და პროფესიის ადამიანები. Uziro
ბალბის, ყოჭობანეს, ეზოების უნივერო და ქუჩახანდა საუბარიობას. მართალია ეს ტრადიცია მე-13 საუკუნის დასაწყისში 90-წლებში არმენია და ოსაფრიანი სახლის აშენის შემდეგ დამკვიდრდა, მაგრამ ბევრი რამ თბილისელებმა განსაკუთრებით მეზობლური ურთიერთობები უპირატესად თბილისელებთან მიიღეს, რომლებიც დარბაზებში და ბარნაამბის სახლებში ცხოვრობდნენ. გასულ საუკუნეში კი 2-3 სართულიან სახლებს ეზოსიდან გარშემორტყმული ჰქონდათ ხის მიგლებიანი საერთო აივნები, რომლებიც მეზობელთა ერთგვარ საკრებულოს წარმოადგენდა. პირველ სართულზე ცხოვრობდნენ კი ეზოში იკვებებოდნენ. ხშირი იყო შაბათის, ნარდის, დომინგოს, ჭადრაკის თამაშისას. ეზოსიდან კი საფუძვლის ფული კიბეები იყო ერთმანეთთან დაკავშირებული. So
დიდი მადლობა დაუხარ კლასში შემოძლებთ მასწავლებლებს ის დაგადაგებიათ და ბაჟი მოგოიცა და ასე ტექნოლოგიის ძალიან ძალიან ემოციებით სავსე ვარ. არეთ ემოციებით სავსე, ძალიან ბედნიერი ბავშვებო და სიხარულით სავსე. იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას ყავს აი ესეთი ლაღი, ძალიან კარგი, ძალიან ნიჭიერი, ძალიან შემოქმედი ახალგაზრდები, ჩვენი ხვალინდელი, ჩვენი მომავალი, რომლებიც აი ესე გვეხარებენ გულს. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ბავშვებო, რომ აი ამ დაძაბულ ცხოვრებაში აი ეს საღამო გვაჩვენეთ, გაგვიხარეთ და გვაჩვენეთ ეს ბედნიერი წამები და წუთები. უღბეს მადლობა თქვენ ყველას გისურვებთ ყურებ ბედნიერებას, სიხარულს, წარმატებას. ძალიან მადლობა მედიდან გავახსენოთ სამადლობელი ჩვენი საყვარელი მშობლების მიმართ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ჩვენი სკოლის ხერხემალი, ჩვენი ზურგი, თქვენ გარეშე არაფერი არ გამოვა. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ვაძლიერებ ერთმანეთს. და ბოლო გებრიელი თქვა ჩვენი ძვირფასი, ნიჭიერი მასწავლებლები, უღბეს მადლობა თქვენ, ვინც აი ასეთი კოლოსალური შრომა, უდიდესი შრომის დაყოფილა ჩვენ თქვენ ამ სალამოს. ძალიან დიდი მადლობა ჩვენო ძვირფასებო, უღბეს მადლობა მე თეას გამომყოფდი, იმიტომ რომ როგორც დაბრიგებელს, როგორც მშობელი დედა ისე დასტრიალებს ამ კლასს და აი შედეგით სახეზეა. ძალიან დიდი მადლობა თია რომ ასეთი კარგი დამაგებელი ასეთი ზრუნველი. მადლობა ყველას ამ დამწვრეს, ჩვენი გოგისთვის, ხარდაჭერისთვის, ყველაფრისთვის დიდი მადლობა. ბავშვებო, წარმატებები. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ერთი პატაძინა ლურსმანის ჩააჭერდა აი ამ ღონისძიების ასეთი გამტკიცებისთვის. მადლობა სულ ყველას, მადლობა ბავშვებო და ყველას ყველავარი ჩამოწერილი გაქვთ. ძალიან დიდი მადლობა ბავშვებს, რომ მართლა გააცოცხლეს ის სურათები, რაც მე მართლა ძალიან მიყვარს. რაც შეეხება ვალებს, ამაზე ოთხშაბათს ვიყავ. ვიტყვი მეც. თია, ოჩარდა მადლობა. მანასე არის ყველაფერი ვიცი თითქოს თბილისზე, მაგრამ ჩემთვის თავიდან დავინახე თბილისი. ისე ლამაზად, გემრიელად და სული გვაჩვენა თბილისის მართლა მაგარი ბავშვები ყოფილიყო. ალბათ თიას დამსახურებაა, რომ ეს იპოვა ამ ბავშვებში და გამოიტანა და ნელ-ნელა თია შენ გვაგვირდები, რომ ნელ-ნელა ზევი და უფრო უკეთეს რაღაცებს გვაჩვენებ ამ ბავშვებისას და შემდეგ სპექტაკლს დავრდებით შობლებს ხომ არ უნდათ
უკრაინის დამატება. მაშინ ჩვენ მოსწავლეებს და პატარებს ან თანატოლებს რომ გავხსნათ თქვენი მოსაზრება. აბა ყველაზე მნიშვნელოვანი. ვიქოთ. მაინც შემეძლებს რომ